ბრიტანეთი არის იმის მაგალითი თუ როგორია რეალობაში Deep State-ის მიერ ევროპისთვის თავს მოხვეული მულტიკულტურალიზმისა და ეგრეთ წოდებული მრავალფეროვნების პოლიტიკის შედეგი. იმ პოლიტიკისა, რომელიც საკუთარი მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე ტარდება. ყველაფერი კი იმ პოლიტიკიდან იწყება, რომელსაც ევროკრატები უკვე წლების განმავლობაში ატარებენ. ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ 2020 წლის შემდეგ დასაქმების ბაზარი გაერთიანებულ სამეფოში შეცვლილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტების სასარგებლოდ. თუკი 2020 წელს ასეთი მიგრანტების დასაქმების მაჩვენებელი 25 წლამდე ასაკის ზღვარში იყო 81500, 2025 წლის დეკემბრისთვის მათი რაოდენობა 370,900-მდე გაიზარდა, რაც 355%-იანი ზრდაა. ბრიტანელების დასაქმების მაჩვენებელი კი ამავე კრიტერიუმების მიხედვით ბევრად დაბალია და ყოველ ერთ ახალგაზრდა დასაქმებულ ბრიტანელზე 27 მიგრანტი მოდის. აქ უკვე სერიოზული კითხვები ჩნდება არა მხოლოდ საიმიგრაციო სისტემასა და სასაზღვრო პოლიტიკაზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად იცავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს. ჩნდება შეკითხვაც, ხომ არ აწყობთ სახელმწიფოსა და მსხვილ დამსაქმებლებს მიგრანტების დასაქმება. ის, რომ მიგრანტების შრომა უფრო იაფიჯდება ვიდრე ადგილობრივების, ეს ყველა ქვეყანაში ერთნაირად ხდება. სწორედ აქ ჩნდება შეკითხვაც, იმისთვის აწყობდა და იმისთვის ქმნიდა ბრიტანეთი წლების განმავლობაში სოციალურ სტრუქტურასა და ძლიერ სისტემას, რომ ბოლოს საკუთარი მოქალაქეები გვერდით დაეტოვებინა და ისინი იაფი მუშახელით ჩაენაცვლებინა. ჩვენ წინა გადაცემაში ვსაუბრობდით იმაზე, თუ სად შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა მრავალფეროვნებისა და მულტიკულტურალიზმის სავალდებულო და იძულებითმა პოლიტიკამ. ამის მაგალითი არის გასული წლის 3 დეკემბერს ქუჩაში უმნიშვნელო შელაპარაკების გამო 18 წლის ჰენრი ნოვაკის სიკვდილი. აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ მკვლელი აშკარად არაბრიტანული წარმოშობის არის, არამედ ისიც, რომ დამნაშავე კარგად იცნობს ბრიტანული კანონმდებლობის მიკერძოებას ეთნიკური უმცირესობების მიმართ. შესაბამისად, ყველაფერი ისე წარმოაჩინა, რომ თითქოს თავად ყოფილა დაზარალებული. მისი გათვლა გამართლდა და იმის ნაცვლად, რომ პოლიციას ნოვაკის გადარჩენაზე ეფიქრა, მათივე უკუღმართი ქმედების გამო ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ძნელია იმის თქმა, რამდენად სრულად ხედავს ინგლისელი მოსახლეობა და ამომრჩეველი ქვეყნის სავალალო მდგომარეობას, მაგრამ ფაქტია, რომ ინტერესი მემარჯვენე პარტიების მიმართ აშკარად გაზრდილია და ეს არჩევნების შედეგებზეც აისახება. დიდ ბრიტანეთში 7 მაისს ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ამომრჩევლების უმრავლესობაში განწყობები იცვლება. თუკი 100 წლეულების განმავლობაში ხელისუფლებაში ან ლეიბორისტები იყვნენ, ან კონსერვატორები, ახლა ამომრჩევლის სიმპათია აშკარად არასისტემური, არა მეინსტრიმული პოლიტიკური ძალებისკენ იხრება. მთელი მათი არასისტემურობა და არამეინსტრიმულობა კი ის არის, რომ ეწინააღმდეგებიან გლობალისტურ და ნეოლიბერალურ პოლიტიკას, არალეგალური მიგრაციის ლეგალიზებას და ინგლისელების ჩანაცვლებას სხვა ეთნიკური ჯგუფებით. არჩევნების შედეგით შესაბამისად თვალსაჩინო იყო. ჯამში ბრძოლა მიმდინარეობდა 5000 ადგილისთვის. პირველ ადგილზე ნაიჯელ ფარაჟის პარტია გავიდა დაახლოებით 1500 ადგილით. მეორეზე კი მმართველი ლეიბორისტული პარტია და პრემიერი კირ სტარმერი 1000-ზე ცოტა მეტი ადგილით. ეს შედეგები ამომრჩევლის განწყობის თვალსაჩინო სარკეა. ბრიტანული შრომითი ბაზრის მიღმა დატოვებული ინგლისელი ახალგაზრდების შესახებ ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. დიდი ბრიტანეთი, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარ თავს სტაბილურობის, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ძლიერი ინსტიტუტების მაგალითად წარმოაჩენდა, დღეს სულ უფრო ხშირად იქცევა იმ ქვეყნის მაგალითად, სადაც Deep State-ის მიერ მართული პოლიტიკური ელიტების გადაწყვეტილებების შედეგები უკვე ქუჩებში, დასაქმების ბაზარზე და საზოგადოების განწყობებში აისახება. ბრექსიტის კამპანიის დროს ბრიტანელ ამომრჩეველს ჰპირდებოდნენ მეტ სუვერენიტეტს, უფრო დამოუკიდებელ ეკონომიკურ პოლიტიკას, კონტროლს საზღვრებზე და ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესების დაცვას. რამდენიმე წლის შემდეგ კი რეალობა სულ სხვა სურათს ხატავს. ქვეყანა, რომელიც ევროკავშირიდან გამოსვლით გაძლიერებას ელოდა, დღეს ეკონომიკური სირთულეების, პოლიტიკური არასტაბილურობისა და მზარდი სოციალური დაძაბულობის წინაშე აღმოჩნდა. ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ახალგაზრდების უმუშევრობა გახდა. ყოფილი ლეიბორისტი მინისტრის ალან მილბერნის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში უკვე მილიონზე მეტი ახალგაზრდა აღარ სწავლობს, არ მუშაობს და არც პროფესიულ მომზადებაში მონაწილეობს. ამ კატეგორიებში მოქცეული ადამიანების რაოდენობა ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა. ყოველი მეშვიდე ახალგაზრდა ფაქტობრივად მოწყვეტილია როგორც განათლების სისტემას, ისე შრომით ბაზარს. განსაკუთრებით მძიმეა ის გარემოება, რომ 10-დან თითქმის 6 ახალგაზრდას საერთოდ არასდროს ჰქონია სამსახური.
ბრიტანეთში უკვე ღიად საუბრობენ დაკარგულ თაობაზე. სტატისტიკა არ ტყუის. მილბერნის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ ახალგაზრდა ადამიანების დიდი ნაწილი სამსახურს აქტიურად ეძებს, თუმცა ათეულობით და ზოგჯერ ასეულობით განაცხადის მიუხედავად პასუხსაც კი ვერ იღებს. ეკონომიკა, რომელიც წლების განმავლობაში იაფ სამუშაო ძალაზე დამოკიდებულ სისტემად ჩამოყალიბდა, საკუთარი მოქალაქეებისთვის სულ უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს. სწორედ ამ ფონზე გამოქვეყნდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევა, რომელმაც ბრიტანეთში მიგრაციისა და ახალგაზრდების დასაქმების საკითხი კიდევ უფრო მწვავედ წამოწია. კვლევის მიხედვით 2020 წლიდან მოყოლებული ყოველი ერთი ახალგაზრდა ბრიტანელის დასაქმების პარალელურად დამსაქმებლებმა 27 ახალგაზრდა არაევროკავშირელი მიგრანტი აიყვანეს. ბოლო მონაცემებით 25 წლამდე ასაკის არაევროკავშირელი მუშაკების რაოდენობა 82,000-დან თითქმის 371,000-მდე გაიზარდა. მაშინ როცა ახალგაზრდა ბრიტანელების დასაქმება პრაქტიკულად ადგილზე გაიყინა. ოფიციოზი და მემარცხენე პოლიტიკური წრეების ნაწილი დღემდე ამტკიცებს, რომ მასობრივი მიგრაცია ახალგაზრდების უმუშევრობის მთავარი მიზეზი არ არის. თუმცა იმის მტკიცება, რომ ამ ორ პროცესს ერთმანეთთან კავშირი საერთოდ არ აქვს, თავის მოტყუებაა. როდესაც ქვეყანაში მილიონზე მეტი ახალგაზრდა შრომითი ბაზრის მიღმა რჩება, ხოლო დამსაქმებლები რეკორდული ტემპით უცხოელ მუშაკებს ქირაობენ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ვის ინტერესებს ემსახურება არსებული სისტემა. ეს კითხვა უკვე მხოლოდ მემარჯვენე პარტიების დღის წესრიგი აღარ არის. სწორედ ამიტომ ბრიტანულ პოლიტიკაში მიგრაციის საკითხი დღეს ერთ-ერთ ცენტრალურ თემად იქცა. საზოგადოების გაღიზიანებას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ ბრიტანეთში ბევრ ქალაქში დემოგრაფიული სურათი სწრაფად იცვლება. პაკისტანური წარმოშობის მუსლიმი სადიკ ხანი, ლონდონის მერია, რომელმაც ტრაფალგარის მოედანზე გამართულ მასობრივ მუსლიმურ ლოცვასა და იფთარის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. რამაც ბრიტანეთში მორიგი დებატები გააჩინა მულტიკულტურალიზმის, მიგრაციისა და ეროვნული იდენტობის საკითხებზე. 2026 წლის მაისში ზაქირ ჩაუდრი ინგლისის მეორე უდიდესი ქალაქის, ბირმინგემის პირველი მუსლიმი ლორდ მერი გახდა. ის პაკისტანში დაბადებულია. ცერემონიაზე იმამმა ყურანიდან აიათი არაბულად წაიკითხა. ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმაც, რომ ახალი ლორდ მერი ინგლისურ ენაზე სიტყვით გამოსვლას გაჭირვებით კითხულობდა. ბოლო 10 წლეულების განმავლობაში არა მხოლოდ ბირმინგემის, არამედ ზოგადად ბრიტანეთის დემოგრაფია მნიშვნელოვნად შეიცვალა. არნახულად გაიზარდა სამხრეთ აზიიდან ჩასული და მუსლიმური თემის წარმომადგენლების რაოდენობა. ფსევდოლიბერალები ამას ტოლერანტობის მაგალითად წარმოაჩენენ, მაგრამ ის, ვინც რეალობას სწორად აღიქვამს და გარე ძალების დავალებების შემსრულებელი არ არის, ხედავს, რომ ბრიტანული ხელისუფლება ბრიტანულ იდენტობას სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობს. სწორედ ამ ნიადაგზე იზრდება დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და იმიგრანტებს შორის. პრობლემა მხოლოდ ეკონომიკა აღარ არის. საკითხი უკვე კულტურულ, პოლიტიკურ და იდენტობის კრიზისადაც ყალიბდება. ამ ფონზე პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის რეიტინგიც კატასტროფულ ნიშნულზე რჩება. ლეიბორისტული ხელისუფლება, რომელმაც ცვლილებების დაპირებით მოიგო არჩევნები, სულ უფრო ხშირად ხდება კრიტიკის სამიზნე, როგორც მემარჯვენეების, ისე საკუთარი ამომრჩევლის მხრიდან. ბრიტანელები ხედავენ, რომ პრემიერ-მინისტრები სწრაფად იცვლებიან, მაგრამ პრობლემების მოგვარება არათუ არ ხდება, არამედ კიდევ უფრო ღრმავდება. ბორის ჯონსონი, ლის ტრასი, რიში სუნაკი, ახლა კი კირ სტარმერი. რამდენიმე წელიწადში ქვეყანამ იმდენი პრემიერ-მინისტრის ცვლილება გადაიტანა, რომ ბრიტანელებისთვის პოლიტიკური სტაბილურობა უკვე დავიწყებულ ფუფუნებად იქცა. სწორედ ეს არის თანამედროვე ბრიტანეთის პარადოქსი. ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს დემოკრატიული სტაბილურობის შესახებ ლექციებს კითხულობდა, თავად აღმოჩნდა პოლიტიკური და სოციალური გაურკვევლობის მდგომარეობაში. და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ბრიტანეთის პრობლემაა, ევროპის დანარჩენ ნაწილში განვითარებული პროცესებიც უნდა ნახოს. ევროპაში ეკონომიკური პრობლემები მხოლოდ სტატისტიკის ცხრილებში აღარ ჩანს. ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირი ერთდროულად რამდენიმე კრიზისს ებრძვის. ენერგეტიკულ შოკს, კონკურენტუნარიანობის შემცირებას, დემოგრაფიულ პრობლემებს, საცხოვრებლის გაძვირებასა და სოციალური უთანასწორობის ზრდას. თუ 2000-იან წლებში ევროკავშირი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ეკონომიკურ ცენტრად განიხილებოდა, დღეს სულ უფრო ნათლად ჩანს, რომ ევროპამ გლობალურ ეკონომიკურ შეჯიბრში პოზიციები დათმო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტექნოლოგიური გიგანტები ტრილიონობით დოლარის ღირებულების კომპანიებად იქცნენ. ჩინეთი კი ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ სექტორებში აგრძელებს გაფართოებას. პარალელურად ევროკავშირის ეკონომიკა დაბალი ზრდის რეჟიმში აღმოჩნდა. განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა გერმანიაში გამოჩნდა.
ევროპის უდიდესი ეკონომიკა, რომელიც წლების განმავლობაში ევროკავშირის ფინანსურ ძრავად ითვლებოდა, უკვე რამდენიმე წელია სტაგნაციის პრობლემას ებრძვის. გერმანულ ინდუსტრიას ენერგორესურსების მაღალი ფასი, წარმოების ხარჯების ზრდა და ჩინურ კომპანიებთან კონკურენცია აწვება. ბევრი მსხვილი საწარმო განიხილავს წარმოების ნაწილის ევროპიდან გატანას. საფრანგეთში კი ეკონომიკურ სირთულეებს პოლიტიკური კრიზისი ემატება. ემანუელ მაკრონის ხელისუფლებას საპენსიო რეფორმების, ინფლაციისა და ცხოვრების გაძვირების გამო წლების განმავლობაში უწევს პროტესტების ტალღებთან გამკლავება. ქვეყანაში სულ უფრო ძლიერდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ბრიუსელის პოლიტიკის გადახედვას ითხოვენ. ევროკავშირის ხელმძღვანელობაც უკვე იძულებული აღიაროს, რომ სოციალური მდგომარეობა უარესდება. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ახალგაზრდების დასაქმება სულ უფრო სერიოზულ გამოწვევად იქცა. ევროპის მოსახლეობა ბერდება, შობადობის მაჩვენებელი მცირდება, ხოლო სამუშაო ძალის დეფიციტის შესავსებად ხელისუფლებები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან მიგრაციას. სწორედ აქ იკვეთება კიდევ ერთი პოლიტიკური წინააღმდეგობა. ბიზნესს სჭირდება დამატებითი მუშახელი. საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მასობრივი მიგრაცია სოციალური და კულტურული დაძაბულობის წყაროდ იქცა. სწორედ ამიტომ ბოლო წლებში მემარჯვენე პოლიტიკური ძალები თითქმის ყველა დიდ ევროპულ ქვეყანაში გაძლიერდა. თემას, რომლის განხილვასაც წლების განმავლობაში პოპულიზმად მოიხსენიებდნენ, დღეს უკვე თავად ბრიუსელის დღის წესრიგშია. ევროკომისიამ რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად აღიარა, რომ სიღარიბე და სოციალური პრობლემები ევროპის მასშტაბით კრიტიკულ დონეს აღწევს. თუ წარსულში ევროკავშირის კრიტიკა პოლიტიკურ მარგინალობად მიიჩნეოდა, დღეს მსგავსი გზავნილები უკვე მთავარ პოლიტიკურ დისკუსიად იქცა. გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში ამ მრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრიუსელი ვერ ახერხებს იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც უშუალოდ მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოქმედებს. ევროკავშირის მონაცემებით სიღარიბის ან სოციალურად დაუცველობის რისკის ქვეშ 93 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება, მათ შორის 20 მილიონი ბავშვი. დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი კი უსახლკაროა. ამ ვითარების საპასუხოდ ევროკომისიამ სიღარიბის საწინააღმდეგო ახალი სტრატეგია წარადგინა. დოკუმენტი ამბიციურად გამოიყურება, მაგრამ ეს მხოლოდ პირველადი შთაბეჭდილებით. ევროკომისიის ახალი სტრატეგიის მიზანი 2050 წლისთვის სიღარიბის აღმოფხვრაა. სლოგანები: სოციალური სამართლიანობა, ღირსეული სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და უკეთესი მომავალი. მაგრამ როდესაც დეტალებში შედიხარ, საინტერესო სურათი იშლება. ევროკავშირი ბლოკის წევრ ქვეყნებს სთხოვს სიღარიბეს ებრძოლონ, თუმცა ახალი ფინანსური რესურსების გამოყოფაზე საუბარი პრაქტიკულად არ არის. ბრიუსელი მთავრობებს ურჩევს უკვე არსებული ფონდები უფრო ეფექტიანად გამოიყენონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დამატებითი ფული სოციალური პროგრამებისთვის არ იქნება, მაგრამ პრობლემები როგორღაც უნდა მოგვარდეს. ევროპარლამენტშიც არ მალავენ, რომ სტრატეგიას სერიოზული სისუსტეები აქვს. როგორ უნდა აღმოიფხვრას სიღარიბე ევროპაში, როდესაც ევროკავშირი საკუთარ მოქალაქეებს სოციალური ევროპის იდეას პირდება, მაგრამ ამავე დროს ვერ ახერხებს ისეთი მექანიზმების შექმნას, რომლებიც წევრ სახელმწიფოებს კონკრეტულ გამოსავალს შესთავაზებდა. შედეგად ვიღებ სიტუაციას, როდესაც პრობლემები იზრდება, სტრატეგიები იწერება, სამიტები ტარდება, პრესკონფერენციები იმართება, მაგრამ მილიონობით ადამიანის ყოველდღიურობა თითქმის არ იცვლება. ბრიტანეთში დაკარგულ თაობაზე საუბრობენ, ევროკავშირში სიღარიბის აღმოფხვრაზე. თუმცა ორივე შემთხვევაში პრობლემა ერთია. პოლიტიკური ელიტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ შედეგებზე, მაგრამ იშვიათად აღიარებენ იმ მცდარი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებმაც ეს შედეგები გამოიწვია. და სანამ ბრიუსელში ახალი სტრატეგიების პრეზენტაციები მიმდინარეობს, ხოლო ლონდონში მორიგ ანგარიშებს აქვეყნებენ, ევროპის ქუჩებში სულ უფრო მეტი ადამიანი სვამს კითხვას, რომელსაც წლების განმავლობაში პოლიტიკოსები თავს არ იდებდნენ. თუ სამუშაო ძალა საკმარისი არ არის, მიგრანტების მიღება აუცილებელია. თუ სტრატეგიები წარმატებულია და თუ ყველაფერი სწორად კეთდება, მაშინ რატომ იზრდება სიღარიბე, რატომ იზრდება ახალგაზრდების უმუშევრობა და რატომ არის საზოგადოების უკმაყოფილება დღეს უფრო მაღალი, ვიდრე წინა წლებში? ჯერჯერობით კი პასუხები უფრო ნაკლებია, ვიდრე პრობლემები. ბრიუსელი ახალ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს ხაზავს. ევროპის მილიონობით მოქალაქე კი სულ უფრო ცუდად ცხოვრობს. კირ სტარმერის ხელისუფლება ბრიუსელის ბიუროკრატიის ხედვას სრულად იზიარებს. დღეს ბრიტანეთი ფორმალურად არ არის ევროკავშირის წევრი, თორემ საგარეო პოლიტიკისა და გლობალისტურ ნეოლიბერალური იდეოლოგიის დამკვიდრებაში ბრიუსელთან თანხმედრა აშკარაა. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, სტარმერი მაინც ვერ ახერხებს დავალებების ბოლომდე შესრულებას. ამიტომაც რომ იტყვიან, უკვე წყალი აქვს შეყენებული და ბევრი კოჭლ იხვადაც მოიხსენიებს, როგორც პრემიერს, რომელიც თანამდებობაზე ბოლო დღეებს ითვლის. მე იოანე შაიშმილაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.